კითხვის დასმაც კი რთულია უკვე აი ამ განაცხადთან დაკავშირებით ბრიტანეთის პოზიცია ცხადია ღელვის საფუძველიც ცხადია მაგრამ რეაქცია არის უცნაურზე უცნაური აბსურდულზე აბსურდული დიახ მოგესალმებით მოგესალმებით თქვენს მაყურებელს მადლობა მოწვევისთვის მოსალოდნელი იყო ალბათ მათთვისაც მოსალოდნელი იყო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ივანიშვილის დასანქცირების შემდეგ ცხადი იყო რომ დიდი ბრიტანეთი და პრაქტიკა არის ესეთი ისტორიაც გვაჩვენებს რომ ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი თქვათ ტანდემში მოქმედებენ ან ერთი აკეთებს ხოლმე პირველი იღებს ამ გადაწყვეტილებას და აცხადებს სანქციებს და მეორე უჭერს ხარს ან პირიქით ამ შემთხვევაში მოულოდნელობა არ იყო ნამდვილად უბრალოდ ამერიკის შეერთებული შტატებისგან განსხვავებით როგორც თქვენ ჩამოთვალეთ და გამჭვირვალ საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ მოკვლეული ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას რომ ძალიან სერიოზული შფოთვის საფუძველი აქვს ივანიშვილს მას პირადად და მის ლოიალურად განწყობილ იმ ბიზნესმენებს, კარის ბიზნესმენებს, რომლებიც არიან მასთან საქმიანობაში, კი. და სინამდვილეში ცოტა ხნის წინ ცალკეული მათგანის ეს შფოთვები კარგად გამოჩნდა კიდეც ინტერვიუებიდანაც, გამოსული განცხადებებიდანაც და ასე შემდეგ. მაგრამ არ ცვლიან ისინი ქცევას. ჯერ ეს ქცევა არ შეიძლება. მე მგონია რომ ეს შეურაცხყოფელი თეორია მხოლოდ და მხოლოდ უკვე იმ ძალიან მცირე ჯგუფზე მუშაობს ალბათ რაღაც ნაწილი საჯარო მოხელეების რაღაც ნაწილი ძალოვანი სტრუქტურების რომელსაც წამს და სჯერა ძალიან მცირეა ესეთი ნაწილი მგონია რომ რომელსაც სჯერა რომ აი რა რიცხვია დღეს 17-20 რიცხვის შემდეგ ინაუგურაციის შემდეგ ყველაფერი შემოbrunდება და დაალაგდება ივანიშვილის სასარგებლოდ და ყველა სხვა დანარჩენი ესენი არიან სათამაშოები რაღაცა deep state-ის და ჭtildeოვანი სახელმწიფოს და გლობალური ომის პარტიის ხელში. ეს ერთის მხრივ ღიმილის მომგვრელია რა თქმა უნდა, მაგრამ მეორე იმდენად ტრაგიკომიკულ ვითარებაში ვარ. სინამდვილეში საქმე ჩვენ ქვეყანას ეხება, საბოლოო ჯამში ჩვენს მოქალაქეებს ეხება. ეს სანქციები არ შეიძლება თან განვიხილოთ მხოლოდ ესე განცალკევებულად ამ ჭრილში, თუნდაც იმ ბიზნესებში, რომელიც არის დასახელებული, ადამიანები არიან დასაქმებულები, მათ გაუჩნდებათ რეალურად სერიოზული პრობლემები შემოსავლის, ისევე როგორც ძალიან ბევრს ჩვენს მოქალაქეს ზოგადად ფინანსურ სისტემას, ზოგადად ეკონომიკას და ბიზნესს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის ეს სანქციები არის უსერიოზულესი გზავნილი და ეს თუ რაღაცა ესეთი საბჭოთა აი ზასტოის ბოდიში ამ სიტყვისთვის, მაგრამ ასე იყო ზუსტად დროინდელი, აი ბოლო ეტაპის სულისკვეთებით დაწერილი განცხადება არის, რომელსაც აი ხელწერაც ისეთი აქვს, საბჭოურ რუსული ხელწერა აქვს, მაგრამ ბიზნესმა ეს ძალიან კარგად იცის, ბიზნესით შეიკრიბა დღეს, არა პირველად, ბიზნესმა თავისი პოზიცია დააფიქსირა მანამდეც და ძალიან კარგად იცის თუ რა ტიპის ცუნამი მოდის ჩვენი ქვეყნის მიმართულებით ეკონომიკური თვალსაზრისით. პოლიტიკური იზოლაციაზე უკვე საუბარიც აღარ არის, აღარავინ არ განიხილავს იმას, რომ აი ლეგიტიმაციის საკითხი გადაწყდება და მოგვარდება. ჩვენ ხედავთ, რომ ერთ ან ორ
ქვეყანასთან, 2-3 ქვეყანასთან აქვთ ესეთი ინტენსიური ურთიერთობა ყოველდღიურ რეჟიმში ლამის მილოცვის მეორე წრეზე ულოცავ. მეორე წრეზე ძალიან პატარაა და ძალიან მოკლეა სინამდვილეში ეს წრე და ამიტომ ჩვენ ხედავთ და ყველა ხედავს ამას რომ დემოკრატიული თანამეგობრობიდან იზოლირებულია და თუ ვინმეს ილუზია აქვს მინდა პირდაპირ უთხრა რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია და ადმინისტრაციები ამ სატრანზიციო პერიოდში, ამ გარდამავალ პერიოდში, როცა იღებენ გადაწყვეტილებას ივანიშვილის დასანქცირების შესახებ, თუ ვინმეს ილუზია აქვს, რომ ახლა ეს ბაიდენის ადმინისტრაციამ კარი გაიჯახუნა და ეს ისე გაკეთდა, რომ ერთმანეთში კოორდინაცია არ იყო, ეს ძალიან გულუბრყვილობა არის მაქსიმალურად კორექტულად. პრინციპში არ მგონია რომ ასე გულუბრყვილად ხედავდეს ამას ივანიშვილი, თუმცა ეს ჯერჯერობით გარემოცვისთვის თვითონ არ ხედავს, რა თქმა უნდა, მისი უახლოესი გარემოცვაც არ ხედავს, ანუ გულისხმობ მის კარის ბიზნესმენებს განსაკუთრებით, მან ძალიან კარგად იცის რაც ჭირს სინამდვილეში. მან ძალიან კარგად იცის რამხელა პრობლემების წინაშე არის და აქედან გამოსავალი არის ერთადერთი სინდისის პატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნების დანიშვნა, გამოძიების დაწყება და დამნაშავეების დასჯა, მოკლედ შემოbrunება ქვეყნის იმ კურსისკენ, რომელიც იყო არჩეული საქართველოს მოქალაქეების მიერ ერთხმად და ერთსულოვნად.